უმუშევარი ექიმი გულთან სათამაშოდ თავისი ქალიშვილის მეგობართან ერთად მოვიდა. მოტივაცია საკმაოდ მაღალია. ისე ინფორმაციისთვის ჩვენ მოსაგებად არ მოსულ. ინტელექტუალური რესურსი გაორმაგებული. რომელი გადაიკეთებ დამორიდან? თეიმურაზ მაჭავარიანი და ნინო ფაშალიშვილი მარტივად უმკლავდებიან ურთულეს შეკითხვებს. იდა დაგენებლებს და ამოვიღოთ. რაც ჩაიხარა. და დიდი თანხით ფინალში გადადიან. სტოპ მე. ნახეთ. ფულთან თამაშის გადამწყვეტი ორთაბრძოლა. იმედზე. მოგესალმებით მადლიცემლო ტელემაყურებლებო. ეს არის შოუ ფულთან თამაში. რამდენი ფული გვაქვს თურმე ხედავთ? 100,000 ლარი და შეებს წინ და ამ თამაშს წარმოგიდგენთ ევროპაბეთი. ეს თითო შეკვრა 2,000 ლარიანი შეკვრა, იცით ამის შესახებ, ასეთი სულ 50 მაქვს და ხალხი მოდის იმისთვის, რომ ეს ფული გახდეს მათი და შემდეგ კი შეინარჩუნონ ჩემი 8 შეკითხვით. ვაშასე თემურ მაჭავარიანი და ნინო ფაშალიშვილი, გთხოვთ. მუსიკაში ჩასვით. მოგესალმებით, დაიკავეთ ადგილები. ესე იგი, თემური და შვილის მეგობარი ნინო. ხო? ნინუცა. ნინუცა, ესე მოგმართოთ, ნინუცა კი? ბატონო თემური და ქალბატონო ნინუცა. ხო, მე დუტა უბრალოდ. კარგი, ნინუცა. შენ ხარ სტუდენტი იურიდიულზე სწავლობ. დიახ. თქვენ ბატონო თემური? მე არც ვსწავლობ, არც ვმუშაობ. და აბა პროფესიით? პროფესიით ზოგადად ექიმი ვარ. და სახში მაინც არ ვიღაცას რაღაცას არ ურჩევთ ხოლმე. რა პროფესიის ექიმი ბრძანდებით? რა მიმართულებით? ეპიდემიოლოგი. როგორ? ეპიდემიოლოგი. ეხლა გჭირდება ეს H1 რაღაც ყველაფერი გჭირდება. მე საჭირო კაცი ვარ. მე სად არის ეგ ამბავი? რა ვიცი, ვკითხოთ. აი ახლა ჩანსი გვაქვს რომ რაღაცა ცოდნა დავყაროთ. კომპენსირება. ცოდნა დავყაროთ და ფული სახში წავიღოთ. და არა ფული ჩავყაროთ და ცოდნა დავიტოვოთ ჩვენთვის. ნინუცა. დიახ. ხოდა ეხმარები? აუცილებლად. შენი მეტად არის მოსული, როგორც ვიცი. პირიქით. ნინუცას უნდა დავეხმაროთ, ბევრი უნდა ისწავლოს და სასახელო ქალბატონი და. ხო? კარგი იურისტი. ვინ უნდა გამოხვიდე? რა ვიცი, ესე ვინ იურისტი. მე გმინდა გამოვიდე იურისტი. ესე. ჩემმა მეგობარმა ერთხელ თქვა, მეორე კლასში რო ვიყავით, დავწერეთ ვის რა გვინდოდა. გამოსულიყავით და დავწერეთ სახიობი, იმან დაწერა, მე მინდა გამოვიდე უდარნიკისტიო. დრამერობა უნდა და რა ეკნა ეხლა. ქართული შესაწყისი არის. დასარტყამ ინსტრუმენტალისტი? პერკუსიონისტი. პერკუსიონისტი. მაინც დრამერი რა არის პერკუსია, პალპაცია ის. ხო, მაინც ეს. ასინჯის დროს. აი ეგა. კარგი, მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ. ჩვენ თამაშის წესები ხო იცით? ვიცი. იცი რა, თან ამ თამაშს რაც თავარია წარმოგვიდგენს ევროპაბეთი. აგერია. რა გირი ხო გაია? დაცვის პოლიცია ჩვენთან არის, რომელიც გვიცავს. და თამაში ქვია ფულთან თამაში. თამაშის წესები არის მარტივი. გამოვიდა ორი კატეგორია, ავირჩიეთ ერთ-ერთი, მე გამოვიდა ამ პატარა მონიტორებზე 4 სავარაუდო პასუხი. მე ისევ დიდ ეკრანს უბრუნდებით გამოდის შეკითხვა და მე გვაქვს 1 წუთი, ანუ 60 წამი. ერთი რაღაც ცოტა ცირედად ჟღერს და 60 წამი უკვე ბევრს 60 წამი. ფსიქოლოგიურად კარგია, 60 წამი ჯობია ვთქვა ხოლმე. და ეს 100,000 ამ 60 წამში უნდა მოვათავსოთ სწორ წითელ ბოქსზე. ანუ სწორი პასუხი რომელიც იქნება 100% თუ არ დარწმუნებული ვდეთ თლიანად თანხას, თუ ეჭვებარება და რაღაც სხვა სავარაუდო პასუხებიც გვაბნევს, შეგვიძლია ეს თანხა გადავანაწილოთ, ოღონდ თლიანად არ ნაწილდება. ერთი ბოქსი რჩება ცარიერი.
ეს არის აუცილებელი პირობა და დავიწყოთ. დავიწყოთ. პირველი ეტაპის ორი სავარაუდო კატეგორია. ავირჩიოთ, ეს გვეხმარება იმაში, რომ ჩვენთვის სასურველი კატეგორია ავირჩიოთ, კომუნიკაცია ან სიყვარული. სიყვარულში. ალბათ კომუნიკაცია სიყვარულზე რა ვიცი. სიყვარულზე რა ვიცი, სიყვარული ხო ვერ გავიგეთ რა არის მაინც. სიყვარული რა ვიცი. კომუნიკაცია უფრო დაალაგებულია მე მგონი. კომუნიკაცია უფრო დაალაგებულია დღესდღეობით მით უმეტეს რაღაცა. იყოს. კომუნიკაცია. კომუნიკაცია. შევთავაზეთ? კი იყოს. შევთავაზეთ. შეთანხმებულია კომუნიკაცია და 4 სავარაუდო პასუხი გამოვა ახლა მონიტორებზე ყურადღება. დედამ, მამამ, ბებიამ და ბაბუამ. რაკნა ერთი, აბა, არ მაინტერესებს ისეთი ფორმით არის მოწოდებული პასუხები, რომ ნახოთ აბა კომუნიკაციასთან რა კავშირი აქვს მშობლებსა და დიდმშობლებს. ქართული ანდაზის თანახმად ვინ იცის მუნჯის ენა? კომუნიკაცია აჩქარად. მუნჯის ენა? მამამ ხო ვაი. სწრაფად, გაიგე. დაეხმარე. დამეხმარე თემო რა საკითხი ხა დამეხმარე. აი ნახე, მარტივი გადაწყვეტილება, მამაკაცური მარტივი გადაწყვეტილება უცბად. ძალა აღმართ სახნავსო, ხო იცი, მიაწვევი და გაიტანს. საბოლოო გადაწყვეტილება არის დედამ და შეგვიძლია დრო გავაჩეროთ თუ სუსვენი სურვილი იქნება. სტოპ. აბა თავიდან ბოლომდე გითხარით ანდაზა როგორ ჟღერს? მუნჯის ენა დედამიწის. და არა ბებიამ. არა. არც ბაბუამ. შეიძლება იცოდეს, მაგრამ ანდაზის მიხედვით დედა. ანდაზის მიხედვით მუნჯის ენამ მამამ იცისო. დედამიწის. მამამ იცისო. დედა. მამამო. დედა. მამამ. Ну, русулат, რა? რუსულად? Ну, мама знает, она знает. Язык. ფრედი მერკური რომღერის мама. ხო, აი ეგ. ხო, ეგეც. ეგ ნიშნავს, რომ აბა რა გავაკეთე? ეს რაღაც მიყვარს. მაგის ენა დედა თქვენმა ის. ნაუთ მიყვარს. ხო. დედა თქვენი გამოიწნოს. ზუსტად იცის და. დედა. აბა, ვინც გვიყურებს ახლა? სიმსიმ გაიღე. სწორი პასუხია დედა. დაბრუნეთ თანხა ადგილზე. ძალიან ბევრი, არა, კარგია ბევრი რომ. ხო, დაიწუნე, ხო, ძალიან ბევრია. სულ ესე იყოს და ამას მოვაგვარო. ნინუცა, ალაგება. გაიწაფო ცოტა. ხო, აბა რა? ეს რა არის ახლა? ეს რა არის? ეს არის იურისტის აქციელი? კი. ნახე, კომფორტულად ცოტა რომ მე ასაღებათაც ადვილი იყოს. მართალი. გაიგე? აი წინ უნდა გაიხედო. და წინოს რომ მურიანი წინ უნდა გაიხედო, გაიგე? რო უშნოქმარი მეყოლება. ეგ თეფშის მოპრიალებაზე არ არის? ხო, და ეხა ფულზე განმო. კარგია, ესე უკეთესობაა ეხა. წესრიგი უფრო. მოკლედ რომ ვთქვათ, მეორე ეტაპის ჯერია 100.000 გაქვთ გილოცავთ. შევერთ გართვით პირველ შეკითხვას. თავი ყოჩახ ნინუცა. ნახოთ აბა ორი კატეგორია მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. ვეფხისტყაოსანი სახელი. აი მზითებში გასატანებელი წიგნი. აი ხა ვეფხისტყაოსანი დაჭართა რაღაც ვიღაცის ბიძაშვილს რა ერქვა? შენ რა გინდა თქვი? მე რავი სახელი? ხო რა. და ვეფხისტყაოსანში რა ერქვა სახელი რომ გამოვიდეს ვაჭარსო? უცბად კითხვა. რას ფიქრობ მითხარი? მე შენ რას გინდა და მე დაგეთახმები თუ სწორად ფიქრობ დაგეთახმები. ანუ ვეფხისტყაოსანში მგონია რომ ხა თინათინი და ეს ნესტანი ვინ იყვნენ არ იქნება უფრო რთული შეკითხვა იქნება და მე მგონი სახელი ჯობს. დავეთახმოთ. და სად წავიდო რა ხატაეთი არ რაღაც ეგეთი რამეები ხო შეიძლება? ეგეთი მარტივი ხო? რა ვიცი, მარტივი იქნება? ვისთვის როგორ, ჩემო კარგო? ზოგმა საერთოდ რა არის ეს? რა გინდა, ვცეთ დიდ შოთას პატივი. ვეფხისტყაოსანი იყოს. ვეფხისტყაოსანი იყოს, კი ბატონო, დიდ შოთას ვცეთ პატივი და ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. ვაიმე. რამაზი, როსტევანი, ფარსადანი, ფარსმანი. აჰა, მარტივად. მარტივად, ხედავ? უფრო რთულს ელოდი. ნახოთ შეკითხვა. რა ერქვა ნესტან დარეჯანის მამას?
ნესტან დარეჯანის მამას ფარსადანი მე როგორც მახსოვს რა ვიცი, ხო? ხო არ ვცდები ეხა. აი ცოტა არ დაეტევა მას. დავხეოვნდი. ხო, მაგრამ არ დაეტევა. აინძები, ჩემო კარგვა. მომეხმარე. ამისტევით კი არა ვარ მოსული. ფული მოვიგეთ წავედით. წავედით, ხო? ისე დაცვას ხო გაგვაყოლებ თუთა. კი, რა თქმა უნდა. სპეციალურად. აჰა. კარგი ისე დარჩევი ბიჭები. კი. დაცვის პოლიციის თანხლები. სწრაფი მანქანა. რა თქმა უნდა. მე 25 წამი გვაქვს წინ დრო. დავაჩეროთ. ზუსტად გახსოვთ რომ ფარსადანი იყო? კი. კი ბატონო, რამაზე იყო ჩინეთის იმპერატორი. ფარსმანი რა იყო? ფარსმანის პარსი იყო? დიდოსტატის. არსანი. მარჯვენა. შევაჩეროთ რა? ის ფინიკოს მამა იყო ის. ეხა არაბეთს რო იყო? ხო, ხო. კარგი, მაშინ მოდი ერთ-ერთი რამე ვქნათ, აბა სწორი პასუხი მოვიძიოთ. რა ერქვა ნესტან დარეჯანის მამას? ფარსადანოვნა რა. რამაზი წერია, ხო, რამაზი, ჩინელი. როსტევანი, ფარსადანი და ფარსმანი. აბა, ნახოთ სწორი პასუხი. ვიხარია ძალიან. 100.000 ისევ გვაქვს. ის უბრალოდ აალაგე. კი, დიცუბრას გააწყობს და აალაგებს ხარ. ყოჩახ ნინუცა. მარტო იურისპრუდენცია, ესე იგი არ ყოფილა შენი მოდანი მოწოდება. რა ვიცი. მეტი გრაციოზული. მეტი პლასტიკა. აუ რა ვიცი ხა მეც ის. ეგ არის, კარგია, უკვე კარგად აწყვია, მე მომწონს. აი მალევე ჩვოვდი რა. ყოჩახ, ადაპტირების საუკეთესო შრომებით გაგაჩნია სადღაც ჩინით, რომელიც ავლენ აი აქ. ექსტრემალურ პირობებში მესამე ეტაპის ჯერია, ნახოთ მესამე შეკითხვა, იმიტომ რომ 100.000 გვაქვს, 6 შეკითხვა დაგვრჩა და მესამე შეკითხვა უნდა მოვისმინოთ. ამისათვის გვჭირდება ორი კატეგორია. თუ ავარჩიოთ ისევ, აბა ყურადღებით იყავი, შენ რასაც იტყვი, მე თემური დაგვეთანხმება. სამშობლო, ცნობილი სანაპირო. სამშობლო. სამშობლო, სამშობლო. ცნობილი სანაპირო. ცნობილი სანაპირო ჯობია? კი. რომელიც ცნობილი სანაპირო იქნება ეხლა ეს? რა ვიცი. ხო დაწევთ აქ რაც იქნება. დავწეთ. ნახოთ აბა რა ვარჩიოთ. ავარჩევთ რა. კი ბატონო, ცნობილი სანაპირო. და ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი, აბა რა სანაპიროებზეა ლაპარაკი იქნება მივხვდეთ. კალიფორნია, ლუიზიანა, ფლორიდა, ჰავაი. წარმოიდგინან, მაგ აი რა შეიძლება პასუხი. ნახოთ. შეკითხვას შევხედოთ, აბა გადავავლოთ თვალი. ამერიკის შეერთებული შტატების რომელ შტატში მდებარეობს ვაიკიკის ცნობილი სანაპირო? წავიდა დრო. საით მე რა ვქნა მითხარ? ფლორიდაზე დადები. ტაქტიკას მივხვდი მე. ფლორიდაზე დადები. ფლორიდაზე? კალიფორნიაზე დადები. ლუიზიანას გადადები. არა, ლუიზიანაზე. რამდენს ვდებთ? ყველაზე მეც ჰავაიზე დებ? არა. გადაანაწილე რა, რამდენია? 30 წამი, ნახევარი გავიდა. 12 არის, აუ, თემო. ყველაზე მეტი ჰავაიზეა. მომეცაკა მაშინ რა. კარგი და რა ნებიც. ჰავაიზე უფრო ხარ დარწმუნებული? ნამდვილად? ხო, მოდი. ხარ გადმოვიდა. 15 წამი, დადექი რა შენ ამიგებს. აუ მართლა. 7, 6, აუ, 5, მეორე 4, 3, 2, 1 დრო. ამოიწურა. 24.000 ფლორიდა. კალიფორნიას ერგო 24 და კიდე 3. 30.000. 30.000, 24.000 და შესაბამისად 46 დარჩა ჰავაის. ლუიზიანას. ლუიზიანა და ვაიკიკი? აი წარმოდგენა არ მაქვს საერთოდ. რატო ჰავაი? აბა. კარგია.
სულ ნაპირია. ფლორიდა, ეგეც კარგი სანაპირო. კალიფორნია, ეგეც მაგარი სანაპირო. აი ლუიზიანა. აი ეს ლუიზიანა. კოკოდა ნიანგიც ბევრი. ვაიკიკის სანაპირო მდებარეობს თანხასო დავკარგავთ ისე გავიგებთ ნელ-ნელა ეხლა. კი ბატონო. თანხა დაგვეკარგება აშკარად. რასაცა გასცემა. აცარა დაკარგულია. 30000 უკვე გავეცით და ვერ დავიბრუნეთ დაკარგულია. ჰავაია რა. კარგია რომ ლუიზიანა ამოირჩიეთ, ეს არის ის რომ ჩვენ გადავედით მე შემდგომ ეტაპზე გაჩნია ხა რამდენი თანხით 46 თუ 24000 46. 46 ალბათ მეც ეგეთი ეჭვია ვიცი. იცი? თუ იცოდი თავიდან. ვერ გარისკავ ეს მე თამაშია. როგორ არის თამაშია. ნუ ხო რო იცი, თუ ხარ რიცკის ხალხია გადაიტანდნენ. ბოლშევიკები. ფლორიდა 24000 წავი ვიცოდი. ხადმა დასაკარგი 54%. 100% შეგვიძლია ვთქვათ რაგვარისები რა სახელითა და ასე რა პროფესიისები ვართ ხოლმე. მაინც ვერ დავაოდიკ. ხარა შუაში გადმოვწე უბრალოდ. ნინუცა. სახში შესაშვები არ. ნუ არა. ვერ დაგეთახმებით მაგრამ. ხოლო იურისტობა არა. ვერ დაგეთახმებით პირველი ორი ურთულესი ეტაპი 100.000 ისე გადაალაგად მოალაგა რო არა. ვერ დაგეთახმებით მაგრამ. თუტა სიტყვა ოქროს ფასია. კარგი. კარგი, გავაგრძელოთ თამაში 46000 გვაქვს. არც არის პატარა თანხა ფოტოშოპში. არა. ნახოთ აბა რა კატეგორიები მოგვიბზადეს. როგორც მარტონი იყვება. აღმოჩენა და ესპანეთი. ესპანეთზე რუსო გყავდეს ახლა აქ და შვილი. აღმოჩენაზე ვილაპარაკო. აღმოჩენაზე. აღმოჩენა. აღმოჩენა? აღმოჩენა იყოს კი ბატონო. გადაწყვეტილება მიღებულია? ნინუცას თანხმობით. ინუცა თქვენი თანხმობით არის აღმოჩენა. ავირჩიეთ კატეგორია და ვნახოთ 4 სავარაუდო პასუხი. ავსტრია, ნორვეგია, გერმანია, რუსეთი. ჩვენ გვჭირდება შეკითხვა. რომელი ქვეყნის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ფრანც იოსების მიწა? პროცედიანი ვიცი ავსტრია. ასიანი სოყოლაბიდი ავსტრიას. ავსტრია. არა ეს ხალისი ცდება ხარო ვიცი. ვიდი, ნინუ რაშიდაც დარწმუნებული ვარ. რაშიდაც იცი ხარ, რაც იცი ხარ. როგორ არის ეს კახურად? რაც ვერ წარწმეო. ახლა ვდივობენ გადავედი. მაგარი ხარ. ჩვენიანი. შეგვიძლია გავაჩეროთ დრო. გავაჩერეთ. სდეკ დრო. შეძდեք წამო, გამშვენიერი ხარ. შენ შენიერი ხარ. რა სხვადასხვანაირი თარგმანი არსებობს, მაგრამ გამშვენიერი ხარ შენ. შეჩერდი წამო რა ლამაზი ხარ ამ შვენიერი, ეგეთიც არის. გამშვენიერება ქალი უნდა გეს. ეგეც არის, ეგეთიც არის. რა ლამაზი ხარ ამ შვენიერი. ეგეთი ვერსიაც ვიცი. ფაინი რა. 46000 დავდეთ ავსტრიაზე. ამაზე ძალიან კარგად ხუმრობს, სხვათა შორის. ავსტრიაზე? უტაგი გითხავს ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკის არა. თავგადასავალი. იქ ხუმრობს ძალიან კარგად შვეიკი. ერთადერთი აღმოჩენა ავსტრიას როგორც ვიცით. იმპერიას ჰქონდა საზღვარი, მაგრამ არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, კოლონიები. აქედან გაგვახსენდა ეს 100%-იანი ამბავი. არა, თვითონ ფრანციოსებიც თვითონ სიტყვა გვიშვენებს, რომ ეგ იმპერატორები სულ ფრანციოსებები იყვნენ. ფრანციოსებები არიან მაგილი ყველა. ფერდინანდი. აი, შონბრუნში რო ცხოვრობ. არ ვიცი. საცხოვრობდა? შონბრუნში. შონბრუნი რა არის? მაგათ სასახლე. სასახლეა? ამათი? ო, პატარა სახლია. ბენაში. სასახლეა. რაღაც მოცოცხლო. 46000 არ გავრისკეთ ეხა ჩვენ ასეთის. ვიდაპირ 100%-იანი დავდეთ. ინდა დაგენიზლოვები და ამოვიღოთ. რა ჩაიხარა? ისა, თანახმა ხარ გავაკეთოთ ეგეთი რამე?
დავანაწილებდეთ და მოვიცანოთ ახლა. და თუ დავაგებ ჯეო კოლექტორს მოგცემთ. ჩვენ მაღაზიასთან ახმო. კი ბატონო, ეხლა მოგცემ. არა. რასაპარაკობთ, აი? არა. ჯეო კოლექტები, რასაპარაკობთ, ჯეოსელისგან? არ გართმევს, ბაბა, არ მინდა. მე მეგობარს ავუღებ. ხო, იმას უფრო დაჭირდა. ეგ არის ყველა სწრაფი მობილური ინტერნეტი. დიდი მადლობა. კარგი რამეა. ჩემი ნიჭიერი. ნახოთ სორი პასუხი, აი ამდენი ვილაპარაკოთ. გავარჩიეთ პასუხი თავიდან ბოლომდე ხა და ისე რუსეთის საკუთრებაა დღეს. დღესდღეობით. აჰა. გერმანიაც გაიხდა. ეს რო თავი. დიდი აბა ეგ შეგინი აი იქ დადო. დააბრუნეთ ახლა. მე ვიცი. შეგატყეთ. აი, რო არ მეწოდინებია, მაშინ მაშინ შეიძლება გითხარ. გავაჩეროთ და კითხო. ხო. ხო. კარგი. რო არ გეცოდინებათ, ნახოთ რა მოხდება. კარგი, აბა თუ ეცოდინება ბატონ თემურს პასუხი შემდეგ კითხვაზე. ოღონდ მეხუთე ეტაპზე გადავდივართ, დინუცა. ეს სამი რჩება, ის გამოეთიშა თამაშს, იმიტომ დაგადებინე იქ. აჰა, გასაგებია. ოღონდ ორზე ვანაწილებთ, მაქსიმუმ ერთი წელი უნდა დარჩეს მაინც. ორზე უკვე? უკვე ორზე, ანუ სამი სავარაუდო პასუხი გვექნება და ორი არის გადასანაწილებელი ბოქსი მაქსიმუმ. თუ არა, ან ერთზე და ორზე. მაქსიმალზე ავედი. მეხუთე კითხვა. კი, მეხუთე კატეგორიამდე ავინაცვლეთ. მეხუთეზე? აბა ვნახოთ ორი სავარაუდო კატეგორია, რომელიდანაც ავირჩევთ მეხუთე შეკითხვას. სად მეხუთეზე ვიყავ. დედამიწა და კინოფესტივალი. შანსია, ქეთი მაჭავარიანი მყავდეს კიდე ხო, მაგრამ დედამიწა ჯობს მე მგონი. კინოფესტივალს დედამიწა ჯობია. ხო, ნახე. ხო, იმიტომ კინოფესტივალები ხო დედამიწაზე ეწყო. არა, კინოფესტივალები თქვენ იცით. თქვენ კიდე მე არ მეტყვით. რა ის იქნება? არა. რატო? არის ამა. არ გიქნია, ხამდე და. ნუ რა მიხარ? აბიჯერას გინდა არა. რა საპარაკო? სწორი პასუხიც მithქვამს, მაგრამ არ მიჯერებენ ხოლმე. აი, ეგ მართალია. ჩვენ გითხარი და ჩვენ თუ დავიჯერებთ ეგ. ო, ეგ არის დაიჯერებთ თუ არა. კარგი, რომელი ავერჩიოთ? დედამიწა. დედამიწა. ნახოთ სამი სავარაუდო პასუხი ყურადღება მონიტორებზე. რა თქოს. უი დედა. ენდრიუ ჯექსონი, ჯონ ადამსი. უილიამ ჰენრი ჰარისონი, ჯონ ადამსი. და რა გვინდა? რა საინტერესო რაღაცა მეზე უნდა იყოს. აბა, რას გვეკითხებით, რა გინდათ? ამოშაქრე. ამერიკის შეერთებული შტატების რომელ პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ დედამიწა ბრტყელია? მოკლედ, ადამსი რო იყო მეორე პრეზიდენტი, ეგ ვიცი ზუსტად, თანაჩენი არ ვიცი ამაზე. ადამსი ეგეთი ბრიტი. ეგეთი იყო ვითომ არა მგონია, ჰარისონი და ჯექსონი რა მე რა. მე ადამსი. განაწილე მაგურ შორს. ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციის ავტორმა ის თუ არ იცოდა დედამიწა. ვალია. რომელიმეზე მეტი? არის ისე. რაის. გადაანაწილე. 25 წამი დაგჭათ. სუთანაბრად? თანაბრად გაანაწილე. აჰა, ეს გაყოფა ხო იცი მინუტი. არა. აუ რაღაცა ადამსი არ მგონია ეხა ეგეთი არ იქნებოდა. 15 წამი. ხო არ იქნებოდა. ენდრიუ ჯექსონი. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2 და 1. ფერმოს. რა მოიწ? ვერ მიხარი, ცოტა 5 წამით ადრე. 11 წელი დევს ხო თუ არ? იქ მე 11 დევს, მე მგონი. აქ 11 დევს. აქ 12 წელი დევს. ჯექსონი და ჰარისონი 22 და 24. ისე ინფორმაციისთვის ჩვენ მოსაგებად არ მოსულოთ, ასე რომ ვერავინ დაგწინებს. არ მოსულოთ მოსაგებად. მე მოსაგებად. აი თუ როგორც გამიხარდა. როგორც უნდა გაიყო აზრები. აი თამაში უნდა გიხაროდეს. ჯონ ადამსი გამორიცხეთ. კი. კი რაღაცა არ მგონია ეს ესეთი კაცი. მეორე იყო? როგორ? მეორე იყო? მეორე იყო როგორც მახსოვს ხო? აბა აქედან არ იცოდა არავინ კვალი რო იყო. სამიდან ერთმა რო არ იცოდა ფაქტია.
კარგი, მეც მაინტერესებს, რომელმა ამერიკის შეერთებული შტატების რომელმა პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ დედამიწა იყო მრგვალი, გურგვალი. და ეგონა რომ იყო ბრტყელი და უკიდეგანო. როგორ წარმოედგინათ, როგორ მაინტერესებს. და სპილოებზე იდგა. ეგ იყო და სპილოებზე იდგა. ის სპილოები იდგნენ მე ვეშაპერზე. უკიდე იყო რა უკიდე. ის ყველაზე მაგარი იყო. კარგი, მოდი კომერციულ ჭრაზე გავიდეთ და სწორი პასუხი მე გავიგე. დაგიბრუნდით პატრიოტულ საზოგადოებამ კომერციულმა ჭრამ წარმატებით ჩაიარა ხოთაშურის იმედის არხზე და ვაგზელებთ თამაშს ფულთან თემურთან და ნინუცასთან ერთად. გადავინახოთ მეხუთე კატეგორიაზე და გვაქვს შეკითხვა ამერიკის შეერთებული შტატების რომელ პრეზიდენტს მიაჩნდა რომ დედამიწა იყო ბრტყელი? სამი ვერსიიდან ჯექსონი, ჰარისონი, ადამსი გამორიცხდა და ორზე განაწილდა თითქმის თანაბრად, თუ სხვანაირად არ იყოფა. მაშინ გაგვეხია. ეკვრა? 46 არ იყოფა. 23. 46. სამზე არ იყოფა, 2000 გვაქვს შეკვრაში და აქედან გამომდინარე ჰარისონს უფრო მეტი ერგო ვიდრე ჯექსონს. სწორი პასუხი გვაინტერესებს ძალიან ყველას. რომელი იყო ერთი ეგეთი ჩერჩეთი პრეზიდენტი ამერიკის? აიმე. 24 წავიდა. წავაგეთ იმის. კარგი რა არა. არ მგონია. წავაგეთ. ადამსი არ იქნებოდა ეგ. ადამსის იმეძერად არჩევენ. ავაგეთ. თუ და არის კარგი მსახიობი, გულს გიკეთებს. მადლობა. არა, ეს ჩემი აზრი არ არის. საზოგადო ცნობილი აზრი. ნინუც, ახლა მაინც დაალა. ჯექსონი ფიქრობდა ასე თურმე რომ დედამიწა იყო. რა უტინო პრეზიდენტი ყოლია დგაზი, ინეყოფილა. არა მარტო მაგათ. სოფლიოში რამდენი ქვეყანაა კიდევ? ძალიან ბევრი. მეექვსე ეტაპი. 22000-ით გადავედით მეექვსე ეტაპზე და ვნახოთ ორი კატეგორია. თუ არ გძათ რა თქმა უნდა ამისთვის, ხო? გახარებული ხარ ნინუსა ვატყობ 22000 რო არ წააგებ. ფერს არ აკარებს მიწას. ადამიანების შავებში და ალფრედ ჰიჩკოკი, რომელი გვირჩევია კინემატოგრაფზე გადავერთეთ, ჩემი სფერო შემოვარდა. ზემო. ზედა. მე ნინგო ხო ადამიანი შავ. ჰიჩკოკი არ ვიცი, ერთ ჰიჩკოკას კი ვიცი. ჰიჩკოკი. ჩიტების გარდა მაგის მე არ მიყვარს აშშუბები. რუსუდანის პატივისცემით არ ვქნათ. ხო. ჩიტები არ უჯასები არ მიყვარს. უჯასტიკები. უჯასტიკები. არა ადამიანი შავებში მირჩევნია, მაგრამ ვაიმე ხა იქ რა. გადაწყვეტილება მივიღოთ. კი. ზედა? კი. აბა შავებში ადამიანები. და მე რა ვქნა. და სამი სავარაუდო პასუხი გვაქვს. პლანეტის ასე სადღაც ხვდადია. ვაიმე. აგენტი F, აგენტი P და აგენტი K. ნუ რა ერთხა მის. Will Smith ალბათ, ხო თუ იმას. მე F ვაიმე არ ვიცი. ნახოთ ვიზე გვეკითხებიან რა. გააჩნია. ვისი როლი შეასრულა ტომი ალი ჯონსმა ფილმში ადამიანები შავებში? ტომი ალი ჯონსმა რომელი იყო? მე F მახსოვს. აქეთ-იქით განაცხადა. კელკა არა ხო? არა, აქეთ-იქით. პირველი და ბოლო. კი არა ხო? ძალიან მოდის. ბჭობა. F გინდოდა შენ და მეტი დადები თუ გინდა F. ეგრე ვქენ. 1 2 3 4 5 1 2 3 4 6 30 წამი გვაქვს თუ არაფერს აღარ შეცვლით შეგვიძლია გავაჩეროთ რო უნდა შეჩერდი წამო 12000 აგენტი F და 10000 აგენტი K P გამოვტოვეთ P რაღაცა მაგას თავის 3.14-ს ეყოფა. ხო, მარტანი. არა მარტო ეს. ოკეი. ხო. ოკეი.
როგორ? არ რომას ფიქრობ, მითხარი. თავიდან F ფიქრობდი, ხა ანუ პირო არ არის, ეგ რაღაც თითქმის დარწმუნებული ვარ და K. მეც K-ს ვფიქრობ. მეც K-ს ვფიქრობ, დაგვედო მაშინ მართალი ფული. არა, ფიქრობ ერთია და თამაშობ მეორე. არა, ეს სამივე საზრი დაემთხვა ამ შემთხვევაში. მე ფიქრობ ნინუცას აზრი მთავარია. ნინუცას აზრი არის მთავარი, ნინუცა რო იტყვის. არა, ნინუცა იტყვის, იურისტი იტყვის და დამთავრდა. ყველები აგუწევია ჩვენ, მე მაგალითად ჩვენ არტისტია. მაგრამ ვაიშე. იურისტებთან არის. კანონები ჩვენ არ ვიცით. ერთ ვიცი ეგრე არ შეიძლებაო და ეგ არის. ჩვენც ზათვა. სწორი პასუხი გახლავთ ბატონებო. დავით ნინუცას სახში. წავედი. დავით. ეს კარგად გაცვლი თუ იტყვა. 10-ია. ლახათ არის ნინუცა, ფული აღარ გვაქვს. რატო 10,000 გაქვთ? და რა ფულია 10,000? ორი რა ფულია 10,000? უმუშევარი კაცი ამბობ მაგას. ხო, რა ფულია. რა ვიცი, მე გამიხარდებოდა მაგალითად რომ ნინუცასთვის მე შვიდე შეკითხვა. ორი კატეგორია ეკრანზე. აქსესუარები ძველი საბერძნეთი. ძველი საბერძნეთი კატეგორიულად არა. ისე მაგათი ღმერთები და მითები და რაღაც კი ვიცი მე კარგად. მე არ ეგ არის სულ თელევიზიაზე. ორსახაიანუსები. აქსესუარებზე გავიდე. აქსესუარები. აი მე ახლა იცი არ ვიცი შენ რა ეგეთები. აქსესუარებში ვერც მე ვერ დაგეხმარე. აქსესუარები საერთოდ არ ვიცი. აი ძველი არა, კაი მითხარი რომელისო? აქსესუარები? რაც შენ გინდა ძველი მე- საბერძნეთი. არა, ნინუცას არა, უნდა არა, ძველი ეს საბერძნეთი. არა. რა არა? ძველი საბერძნეთი? ძველი საბერძნეთი. ჩვენ ხო ანტიკურ კულტურაზე აი ხა მითი რო არ მოვიდა სხვა გონია რამე ვიცი ძველ საბერძნეთს. მაშინ აქსესუარებით ხო გეუბნები? კაი, რა საბერძნეთი აქსესუარები. ვინ აიცის მეტი რო? მითია და რაღაც პატარა ამბები არა, აი ფილოსოფოსები, ვიღაცა ეთიო რაღაცა ხნა არა. თქვით ამ საბოლოო მე გეთახმები. ემაპატიეთ. ხო გთხოვე. აი აქსესუარები. აქსესუარები კამარი შენ განჯალი რასაც რაღაც. გადაწყვიტა ისევ ქნათ. როგორ გითხრათ სხვა? ნინუცა იღებს გადაწყვეტილებას. გავამხლევოთ აპლოდისმენტებით აბა ნინუცა. ძველი საბერძნეთი იყო. ძველი საბერძნეთი. არა და კატეგორიულად არაო ეუბნებოდა კაცი. ვინ დაგიჯე? არა უშავს. ნახოთ. იქნება გაამართლოს და მერვე შეკითხვაზე გადავიდეთ. ნახოთ სამი სავარაუდო პასუხი. კანდიდატი. დოქტორი. პედაგოგი. ნახოთ შეკითხვა. რას უწოდებდნენ ძველი ბერძნები უვარგის მონებს, რომლებსაც მხოლოდ მსუბუქი დავალებების შესასრულებლად იყენებდნენ? კანდიდატი, დოქტორი თუ პედაგოგი? კანდიდატი გამორიცხულია, დოქტორი და პედაგოგი. ვაფშე და პედაგოგია, მაგრამ დოქტორზე და პედაგოგზე გადაანაწილე. აუ რასაც გეუბნები ეს გააკეთე რა. აუ პედაგოგია აი ერთს დაანაწილე, თამაშია, თამაშია. ერთს დავდე. ხო, კარგი რა და. აუ ესეც არ უნდა დავდოთ რა. გამოდი აქეთ. მხოლოდ ორზე ნაწილდება. ვიცი. აუ პედაგოგი. პედაგოგი და დოქტორი გადანაწილდა ასეთ ახლა. აი შეგიძლიათ ჯერ შეცვალოთ 30 წამი გაქვთ. არ ვცვლით არაფერს. ნინუცას რაღაცა ეჭვეპარეთ. არა, არა, არა. არა, მისე ვიძახი. არა, არა. ან ზემოქმედებას არ მე ვახდენ. პედაგოგი მგონია ყველაზე მეტად, მაგრამ იყოს დოქტორი. აი, გავედით 10 წამი, თუ გავაჩერებთ, თუ მე. გავაჩეროთ არა. ეს აღარ შეიძლება. ნუ გავედით ბოლოში. დაველოდეთ პარიღა, ავოიცოდეთ. 12 გამში ხო გახსოვს? ასისტენტ პანიკოვსკი. ასისტენტ პანიკოვსკი მახსოვსკი. ბავშვობაში მაქვს ნახი ეგ ფილმი. მე წავიკითხა კიდეც. აკითხვა მაგარია რუსულად, კი. ხო. ვიცი, რუსულად ჯობია ხოლმე, რუსული რაღაცების კითხვა მაგრამ მე რუსულად. რუსული არ ვიცი. რაც მე? ატკუდა აბა. იპაჩემო. ვაჩე. დოქტორს 2000, 8000 პედაგოგს. ამ 2000-ის ანაბარა. შენი ბრალია.
არა უშავს 2000-ის ფულია თუ რამეა და როცა ბოლოს ჯიბეში 1 ცენტიც არ გაქვს, 1 დოლარი მთელი კაპიტალია. ნამდვილად. ვისი სიტყვებია ეგა? მარტო. კომერციული ჭრაკ, იმეც. კარგი, აბა ვნახოთ სწორი პასუხი. რას უწოდებდნენ ძველი ბერძნები უვარგის მონებს, რომლებსაც მხოლოდ მსუბუქი დავალებების შესასრულებლად იყენებდნენ? წავედით ინუცის სახლში. სულ მაგას ამბო. ხო, წავედ, მოიხსენდი ეგ. აი, წავედით. ხო, ეგეც წავედ. წავედით. რა? არა, ეგ არა, ეგ დატოვეთ. ის საერთოდ ჯობი. ეს ხო, ესენი მე. ამაში ფული იქნება უერთო. ჩუმაჩა. 1000. თამაშია, არ შეიძლება. არ შეიძლება, თამაშია. ხო, ვიცი. აზარტია. მე ვიცოდი აი 100%. 100%. აი მე რატო? მინუს ამას. აბა, ვიცი შენ თამაში გადადგინდა რო იყო. არა. აბა, ითამაში რა ეგ არის. შვენიერი ამბავი. ფულთან და ცეცხლთან თამაში არ შეიძლება. მე ვარ დარწმუნებული, რომ ეს 8000 მოხდება ორი ბოქსიდან ერთ-ერთ სწორ ბოქსზე. სწორზე. საიდან მე? გული მიგრძნობს. შენ იმედია. გულს ვენაცვალე ჩემ. ეს 8000 მე ხვდები, რომ ქვემოთ აღარ ჩავარდება. აი მე. გამხნევთ ეს, გამხნევთ. მინუს, აბა შენიც. აბა, ნინუც. კარგად მიდიხართ. შვენურად მიდიხართ. მერვე ეტაპის ჯერია. ფინალში ვართ და ორად-ორი ვერსია შემოვა და ან ერთს ვირჩევთ, ან მეორეს. თან თუ ცოტა ვიცით კიდე და მე ბატონი თემის იმედი მაქვს ამ შემთხვევაში და შენი მე მithumetes. ნიროცასი. მე მithumetes ვარ. მე არ სულ გაგიმწყუნებთ იმედი. ერთადერთი შეკითხვა დაგვჭირდა და 8000 გვაქვს და რას უზავთ ამ 8000? აბა, დაიწყე. მოყევი, შენი ფანტაზია. არ ვიცი 100000-ზე იყო გათვლილი. ასე აღარ ვიცი. აბა, ცისფერი ოცნება. რიო და ჟანეირო, თეთრი ხომალდი, პლატინის კბილები. ოღონდ ერთი თვალი როზი საკრა. იაპონელი ლაქია. ჩინელი ჯობი აგერ უფრო იაფია. წინდები ნახრეტების გარეშე. ეს იყო შურა ბალაგანოვის ოცნება. წინდები ნახრეტების გარეშე. ნახევრის გარე. ნასკიბის ბიოჩი. ნასკიბის დირეჩი რუსულთიგრია ხო? ხო, ასე წერია. ჰა, მზად ხარ? აბა, თემურის. ფინალური შეკითხვა, მერვე შეკითხვა. თემური და ნინო მზად არიან. ყურადღება. ანტიპრიზები? გენდერი. გენდერი თუ ბენდერი? ან ბენდერი, მე მგონი გენდერი, გენდერია. გენდერი. არა, სხვა რაიათი წერება ზემოთ, აი. გენდერი. გენდერი. გენდერული თანასწორობა იურისპრუდენციასთან ახლოს არის მაინც რაღაცა კონსტიტუციის მე-14 მუხლი და ესე ნახე შემდეგ. რა კარგი გოგოა, ხალხო კიდე ერთხელ აპლოდისმენტები. კონკავშირელის გარდა ყველაფერია. სპორტსმენიც არის, სპორტსმენიც. არა კომსომოლკა და ხუთოსანი და თან მშვენიერი. ულამაზეს, უმშვენიერესი და უგანათლებულესი ადამიანი მარტო მიდის აი ეს გენდერი, ხო? ნამდვილად გენდერი. გენდერი. გენდერია. გენდერია, ბენდერი ორი ვიყავთ. გენდერი ანტიპრიზი არის. გენდერის და ბენდერის გაწ. კი, ოსტაბ იბრაგიმოვიჩის გვაწყობს და არ გვაწყობს. ნახოთ, საბოლოო გადაწყვეტილება არის გენდერი. და ორი სავარაუდო პასუხი. აი აქ შუა ორ მონიტორზე გამოაეხა. ახლა გამოვა ეს რაღაცა ურჩხული. ენდი ვაჩოვსკი, ლარი ვაჩოვსკი. ლარი ვაჩოვსკი, ენდი ვაჩოვსკი. ეს ხო ის ლარი და ენდი. ვინ არის? ეს მულტფილმი რო არის, კინო და. ერთი წამიახავი შეკითხვა გამოვა. არა, არა. ბავშვებს რო აშინებენ. შეკითხვა ეკრანზე. ფილმ მატრიცას სცენარისტი ძმებიდან რომელმა შეიცვალა სქესი? ესენი იყვნენ ძმები ვაჩოვსკები და გახდნენ დაძმა ვაჩოვსკები სხვათა შორის. ეხა, არ ვიცი როგორ ნამიჭო. ქალის სახელად უფრო ადვადომელი გადაკეთდებოდა, კენდით გადაკეთდებოდა ენდი კარგად. როგორ შეგინდა? არა, მართლა ეხა. რომ როგორ იდის შეგინდა? არ 40 ვიცი. წამიც და ეგ არის. ჰა. ასეთ რამეებში მე ვერ
არის ახლა ინტუიცია ქალების საქმეა რა ვიცი. არა, ვაიმე. აუ. დაფიქრდი მინუცა და დროს შეხ. 25 წამია ჯერ. ვფიქრდე. მე ნუ მეყურებ რაზე დაფიქრდი. უნდა დავფიქრდე? რომელი გადაიკეთებ ამ ორიდან? 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. აქეთდე? ხო, რა მოხდა? თამაშია რა. იმარა მოგება უნდა ბავშვს, არ გინდა, ნუ გინდა გაცალე ბავშვს. მე რა ჟუაჟი ვარ. შენ არ უთხარი? მე უთხარი კი, მაგრამ თავიდან ხო ამბობდა ენდიო. ენდი კანდიდატურად გადაკეთდება და ქალის სახელს ადვოდ დაიქმნებოდა თქო. ხო და უცბად შეტრიალებული ვიყავი, ვითვლიდე რომ მოტრიალდი აქეთ დავხვდა. ხო და მაშინ ამაზე ეს დავდოთ. ცოტა. აი გიქნება რა. ნახოთ სწორი პასუხი, რომელი გახდა ქალი. აი ეს დავდოთ აქ. არ დადა. რა მოხდა მე? ჩავარდება, მე ვიცი ეს ჩავარდება. ეს ჩავარდება. იცი პასუხი? როგორ არის? თუდამ ყველაფერი. ფეროა ისეთი რომ და ეს იყო ხო? ბოდიში ვერაფერს ვერ ვიზავ ხა. არ შეიძლება ჩემ. ეხა რაღა. ეხა აღარ შეიძლება. აუ. რო გადავახვიო ეს მომენტი არ შეიძლება. კავკაზუსი. 8000 წელია! ბრავო! ბოლო გადაწყვეტილება, ქალური ლოგიკაა თქვა და უცბად შეცვალა გადაწყვეტილება და 8000 ეს თანხა? ეს არის ჩემი თილისმა. თქვენი. შეიძლება მეტის მოგება. აბა რა? კი შეიძლება. აუ, ამდენ ფულს რა წაიღებს? რა, რაღაცა ბიჭი მოგეხმარება დაგე დაცვის შენი წარმოგიდგენია. ჭირიმე თხოვე რა. აუ, ძალიან გამიხარდა. ბრავო, გილოცავ კიდევ ერთხელ. ობა. ფულს ყოფ მე. ბრავო, ბრავო. შენიერი თამაში გვაჩვენეთ, არაჩვეულებრივი. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ. მადლობა. ბატონ გენიოს ჩამოვართვევ ხელს. დიდი მადლობა. თემური, ნინო, დაცვის წარმომადგენელი, ფული, ჯეოკონექტი და ეს არის თამაში. ფულთან თამაში, რომლის გამარჯვებულები ახლა ჩემთან ერთად არიან. გამოგვიგზავნეთ ანკეტები, შეავსეთ Facebook-ზე, ყველაფერი გაძგიათ, გააკეთეთ, ოღონდ მოდით და თქვენც მოიგეთ. გემშვიდობები, დროებით. ცნობილი მსახიობი, მოქმედი ტელეწამყვანი და ყოფილი მოცეკვავე ვარსკვლავი ფულთან სათამაშო მამასთან ერთად მოვიდა. ეს სახში ამოდივა? გიორგი და დავით ვარდოსანიძეები რისკიანი გადაწყვეტილების შემდეგ მხოლოდ ფორტუნას ფილის იმედად რჩებიან. ერალდიკა და კუნძულები. მე არ ვარ ძლიერი ჰერალდიკაში ყოფილი. სახიფათო თამაშები ფულთან გრძელდება. How are you? Very cool, my man. დიდი პაუზის შემდეგ ცნობილი შოუმენები კვლავ ერთად არიან. არაჩვეულებრივად გამოიყურებთ. ახლა როგორ ხავე? ეგული.
და კვლავ მოწოდების სიმაღლეზე. ესე წავიდე? წავიდეთ, ხო? ხები არ დაგვეთ. ესე იგი, რა თვალამდე ვიცით? თუ 7 თვალამდე ვიცით. ოქტომბრამდე 5 თვალი. და შეიძლება თრა თვალ. შაბათს ფულთან თამაშის მორიგი რაუნდი იმედზე.